სანდრო ხოძე გვერდება და ანონსებული თემით სანდრო გისმენთ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი დავით გალეგაშვილია დღეს ჩვენი სტუმარი. ბატონი დავით, პირველში მოგესალმებით, რომ ერთად მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ბატონი დავით, არც დიდი ხანი გავიდა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი როთარ დანელი აქვს სტუმრობდა და შენობაში კონცეფციურად მიმოვიხილეთ, ასე ვთქვათ, თხილის ექსპორტის ხელშეწყობის საკითხები კონცეფციურ დონეზე. რას ითვალისწინებს ეს ყველაფერი? მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყავს მეზობელი თურქეთის გულისხმობ, რომელიც მთლიანობაში მსოფლიოს 80% მომარაგებელია. რა შანსები გვაქვს ზოგადად კონკურენციის თვალსაზრისით და რა იგეგმება ახლო მომავალში ამ მიმართულებით? მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. რაც შეეხება თხილის დარგს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც სისტემურად წაახალისებს მთლიანად სექტორს, რაც გულისხმობს შემდეგს. ვინაიდან მსოფლიოში ჩვენ ვართ მესამე-მეოთხე პოზიციაზე მყოფი ქვეყანა, რომელიც თხილით ამარაგებს მსოფლიო ბაზარს და ჩვენ გვაქვს შანსი რომ გავხდეთ მეორეები თურქეთის შემდეგ, ეს დარგი ხდება იმდენად საინტერესო, რომ ის შემოსავალს უცხოურ ვალუტაში ქვეყანას გაუზრდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს 3-5 წელიწადში შეიძლება გახდეს მილიარდ ლარზე მეტი და ეს არა მარტო კომპანიებს ან ქარხნებს გამამდიდრებს, არამედ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობასაც და კახეთისაც შეიძლება ითქვას. ბატონო დავით, დღეს სამეჯდავად ცალსახად წელიწადში მილიარდი ლარი, შემოსავლის სახით. ეს ძალიან კარგია. თუმცა დღესდღეობით, როდესაც ექსპორტიორები ჩვენს ეთერში საუბრობენ, ანუ ისეთ მინიმალურ პრობლემებზე უწევთ საუბარი, მაგალითად, როგორც არის თქვათ საშუალებების არარსებობა. ან თუნდაც ძალიან ხშირად შეხვედრია, როგორც ესეთი სამეწარმეო განათლების ნაკლებობას და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით იგეგმება თუ არა თქვათ ნაბიჯების გადადგმა, ანუ გულისხმობ დატრენინგება მათი კონკრეტული ტექნიკით მომარაგება, თანადაფინანსებაც მათ შორის და ასე შემდეგ. აი კონცეფციურად ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება თუ არსებობს მონახაზი? რა თქმა უნდა, სისტემურია ჩვენი მიდგომები, ვილაპარაკოთ მაშინ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მოიცავს შემდეგს. დასავლეთ საქართველოში დრენაჟის სისტემების გაუმჯობესებას, მოიცავს ახალი ლაბორატორიების შექმნას და ასევე საშრობების და საწყობების შესყიდვას და დახმარებას. გუშინ მთავრობის ხდომამ მიიღო უკვე ერთ-ერთი საკითხი, ეს შეეხება კოოპერაციის მიმართულებით დაიხარჯება 9 მილიონი ლარამდე, იმისთვის რომ ერთ-ერთ ყველაზე მწარმოებელ თემში სამეგრელოში ჩვენ შევძლოთ რომ თანამედროვე საშრობი შევიძინოთ და ეს კოოპერაციას გადავცეთ მომავალ პერიოდში. ქართული მეწარმეების მიერ გამომუშავებული პროდუქცია, ასე ვთქვათ, შეგვიძლია თუ არა პროცენტულად გამოვზახოთ, რამდენი პროცენტი აკმაყოფილებს დღესდღეობით ევროსტანდარტებს? ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს ჩვენი პროდუქციის მხოლოდ 20%, იმიტომ რომ ჩვენმა გლეხებმა არიციან ფერმერებმა, როდის მოკრიფონ, როდის გააშრონ, როგორ შეინახონ და შემდეგ რა პროცესები გაიაროს იგივე წარმოებამაც, ამიტომ ჩვენ როგორც დანამატი ასე ვყიდით ამ ჩვენ პროდუქციას იგივე შუამავლებზე თურქეთიდან, იტალიიდან და ისინი უკვე მას ამაზე მოგვიანებით გადავალთ ბატონო დავით, თუმცა მთლიანობაში ამას გულისხმობდი რეალურად ჩემს პირველ კითხვაში, როდესაც განათლების საკითხი დავაგენე, ანუ რეალურად თქვათ ამ ადამიანების დატრენინგება მოხდება თუ არა, რომ პირველ რიგში მათ ანუ იცოდნენ ის ელემენტარული, რაც სჭირდება ზოგადად სამეწარმეო საქმიანობას, ეს ერთი და მეორე ზოგადად იგივე თქვა თხილის ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი რა თქმა უნდა, განათლების საკითხებზე დღემდე უმუშავიათ ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კომპანიებს, როგორიცაა USAID, Ferrero და ასე შემდეგ, ჩვენ მათთან ერთად და ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთად შევქმნით თემატური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, იგეგმება როგორც ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, ასევე მაქსიმუმ 3 წლამდე ფერმერთა გადამზადების კურსების გაშვება უკვე შემოდგომიდან და ვისაც სურვილი ექნება, ეს არ იქნება დატანებით შეიძლება ითქვას, ისინი ამ ცოდნას მიიღებენ ჩვენგან. ცოდნის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე არსებობს მონახაზი უკვე ჯერჯერობით, თქვათ რომელი ქვეყნები იქნებიან ძირითადად საექსპორტოდ, ასე ვთქვათ, საქართველოს სად გაიტანს საკუთარ პროდუქციას? ევროპაში ეს არის გერმანია, იტალია, ასევე თურქეთი ამ ქვეყნებში. საკონდიტრო ლიდერებში შეიძლება ითქვას, ვინც ამ პროდუქციას იყენებს საბოლოო ჯამში. ფერერო ახსენეთ. გასაგებია რომ თქვათ ექსპორტის წაღალისების თვალსაზრისით აუცილებელია ქვეყანაში დოლარის დაგროვება და დოლარის დაგროვების თქვათ ნომერ პირველი საშუალება არის უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. თქვათ განიხილება თუ არა რომელიმე ცნობილი კომპანია, თუნდაც ფერერო, რომელიც საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარხნების, დანადგარების და სხვადასხვა სამეწარმეო მიმართულებების განსავითარებლად. ასეთი რამ ჯერჯერობით არ განიხილება. საუბარი სხვა მართულებაზეა. ჩვენი მთავარი ამოცანა რომ ვაწარმოოთ მეტნედლეული. ჩვენ დღეს ვაწარმოებთ 40,000 ტონას, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ 200,000 ტონა. უახლოეს 3-5 წელიწადში ამაზეა საუბარი. ანუ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ვაწარმოოთ მეტი თხილი. რაც შეეხება ქარხნებს და წარმოებას. საკმარისად დიდი სიმძლავრეები არსებობს საქართველოში. IAP აგროსესხის ფარგლებში გადახალისდა, გადაიარაღდა და გაძლიერდა მათ შორის ქართული ქარხნების და წარმოებებიც. უცხოური წარმოებები ჯერჯერობით არ შემოდიან, მათ გააქვთ ნედლეული, თუმცა ჩვენი მიზანია რომ არა მარტო ნედლეული
მრავლი გავიტანოთ უცხოეთში, არამედ დავასრულოთ წარმოების ეტაპები საქართველოში და უკვე საბოლოო პროდუქტი, მოხალული თხილი, პასტა გავიტანოთ უცხოეთში. ბატონო დავით, როდესაც საუბარი გვაქვს ხოლმე როგორც წესი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან, ამ შემთხვევაში თქვათ აი მაგალითად ღვინის ექსპორტს ავიღეთ მაგალითად, რომელსაც აუცილებლად შევეხებით, თუმცა მთლიანობაში როდესაც ღვინის ინდუსტრიაში ჩართულ ბიზნესმენებთან გვაქვს საუბარი, მათი ძირითადი აქცენტირება ხდება შემდეგზე. ანუ ღვინის ექსპორტს როცა ეხება საქმე, აქცენტი კეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ საქართველოში თხილის ექსპორტი არის ერთ-ერთი მოწინავე მიმართულება ავტომობილების რეექსპორტთან და ჯარდთან ერთად, ამას ყოველგვარი სარკაზმის გარეშე მომწადია. მთლიანობაში ამ შემთხვევაში თხილის ექსპორტი აქცენტი გაკეთდება რაოდენობაზე თუ ხარისხზე? ორივეზე, რაოდენობაზეც და ხარისხზეც. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ და ეს დავდით ინტერნეტში ამას საწარმოები. რა თქმა უნდა, არ დააბალანსებს ეს რაოდენობაც გაიზრდება და თლიანი რაოდენობა უნდა იყოს ხარისხიანი. ჩვენი ამოცანა რომ ქართული თხილი გახდეს ბრენდი, ჩვენ გეუბნებით რომ ვიქნებით მეორეები 200,000 ტონით სულ მინიმუმ. თეორიული პოტენციალი 300,000 ტონაა. დღეს ჩვენ მხოლოდ 40,000 ტონას ვაწარმოებთ, ამაშია საქმე. და რესურსი ძალიან მარტივია, ამის მიღწევა ძალიან მარტივია. უნდა ვასწავლოთ, დროზე მოკრიფონ, სწორად გააშრონ, შეინახონ ამაზე ლაპარაკი მეტი არაფერზე. ანუ ხარისხი თავისთავად ბუნებრივად ძალიან მაღალი ხარისხისაა ქართული თხილი. ის ბიოთხილში შეიძლება პირველი ცხი ახდეს სოფლიოში. ჩვენ თამას ხელს შევუწყობთ უკვე დამატებითი სუბსიდიებითაც. ეს ის მიმართულებაა, როცა მეწარმეებმა და მთავრობამ ამ შემთხვევაში ერთობლივი კოორდინაციის გზით, ანუ ერთმანეთს მხარი უნდა აუბათ. ცალსახად ეს ჩემი დამოკიდებულებაა საკითხთან მიმართებაში. ტყუილ არ დამიანონსებია, ასე ვთქვათ, ღვინის ექსპორტის თემა და საკმაოდ აქტიურად განიხილება ჩინეთის ბაზარი, ალტერნატიული ბაზრის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს სტატისტიკამაც გვიჩვენა, რომ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, სადაც საკმაოდ დიდია პლუს-მინუს წილი ქართული ღვინის ექსპორტისა, მაინც და მაინც არ არის საიმედო. ეს პირველ რიგში განაპირობა იმან, ვთქვათ, რა სიტუაციაც არის შექმნილი რუსეთ-უკრაინას შორის, ეს განაპირობა რუბლის დევალვაციამ და ასე შემდეგ. საკმაოდ პოზიტიურია და საკმაოდ იმედის თვალით შეხურებს, როგორც ვატყობ ყოველ შემთხვევაში იგივე, ვთქვათ, ღვინის ეროვნული სააგენტო და მთლიანობაში სოფლის მეურნეობის სააგენტო ჩინეთის ბაზარს. ამდენად გვაქვს რეალურად შანსები ჩინეთის ბაზარზე და ასევე, ვთქვათ, როგორც მე პირადი შთაბეჭდილება მრჩება ისეთი, რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობა აქცენტებს აკეთებს მხოლოდ ჩინეთზე და არა ევროპაზე. შეიძლება ვწდები, თუმცა მე მაინტერესებს უშუალოდ თქვენი დამოკიდებულება, ვთქვათ, როგორია, ანუ დაბალანსების თვალსაზრისით, ანუ მარტო ჩინეთი თუ ევროპაც? ჩინეთი საინტერესო ბაზარია ჩვენთვის, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება და მთავარი. ჩვენ მუშაობთ დასავლეთ ევროპასთან, აღმოსავლეთ ევროპაში გვაქვს წარმატებები, ასევე მუშაობთ ამერიკასთანაც. ჩინეთი საინტერესოა იმით, რომ ღვინის მოხმარება იზრდება ქვეყანაში. ეს პროცენტულმა მაჩვენებელს აჩვენა ღვინის ექსპორტი კოლოსალურად გაიზარდა. ძალიან საინტერესოა, რომ ორი კვირის წინ საქართველოს ესტუმრა ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, წარმოიდგინეთ ამ ხელა ქვეყნის მინისტრი ჩამოსული იყო ჩვენთან. შეხვედრა ჰქონდა ძალიან საინტერესო ჩვენს მინისტრთანაც. დაპატიჟეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩინეთში ივლისის თვეში, ზუსტად იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს ღვინის ექსპორტს. იმედი დავიტოვოთ, რომ ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში ექსპორტის თვალსაზრისით ჩინეთი საქართველოსთვის იქნება მზარდი ბაზარი. ამის ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მეგობრებო, ამ დროისთვის სულ ეს იყო. ერთმანეთს შევხვდებით პირველის ნახევარზე, საკმაოდ საინტერესო გამოშვებით, ასე რომ დროებით. დიდი მადლობა სანდრო. მადლობა სანდრო, საინტერესო დიალოგისთვის, საქმიანი დილამი დასრულებული. წარმატებულ დღეს გისურვებთ. 10 საათზე შემოგიერთებათ ბექა ახალი ამბებით, ჩვენ კი დაგემშვიდობებით ნახვამდის.